სამეორ თანამშრომელი მიდის სამსახურში, რომ მიდის როგორც აი მორიგ ტანჯვას. ნამდვილობა დაიკარგა კი არა, საერთოდ აღარაფერს აღარ გჯერა, არც ერთი ინსტიტუტის, არც ერთი რაღაც კორპორატიული ღირებულების თუ ასე შემდეგ მენეჯმენტს მასწავლდი რამდენი წელი სხვა უნივერსიტეტში, ჩემს ხო კავკასიის ბიზნეს სკოლაში და ასე შემდეგ. ბოლო გადავწყვიტე ჩემი კოუჩინგის დაწყება. ცალკე ინდივიდუალური, პერსონალური, დემოკრატიული, თავისუფალი, ხელმისაწვდომი. პირველ მიმართულება საერთკენად შეგვიძლია წავყვანოთ არის ლიდერობის თემა, ოღონდ ლიდერობა ჩემთვის არის თავისუფლება, შინაგანი თავისუფლების აღმოჩენის თემა. რთული მოლაპარაკებების თემები და მედიაცია, თუ ეგ გაინტერესებს, მაგ მიმართულებითაც შემიძლია შესაბამისად მეორე მიმართულება იყოს ამის საყვანის თემა და მესამე მიმართულება, სამი ძირითადი მიმართულება, ლიდერობა, ეს მოლაპარაკება და მესამე ეს არის იდეების გამოხატვა და პრეზენტინგი, რაც ძალიან გვაკლია საქართველოში სამწუხაროდ. ნამდვილი ლიდერობა ალბათ ის არის, რომ შენ გეყოს პირველ რიგში შენ იმის გამბედაობა რომ აკეთო რაღაცები როგორც შენ ფიქრობ რომ უნდა აკეთო და როგორც ფიქრობ რომ უკეთესი არის და აკეთო ეს აი ეს გამოთქმა არსებობს unapologetically yourself უნდა იყოს ანუ აი მართლა მოუბოდიშებლად შენი თავი უნდა იყოს შენთვის არის თუ არ არის არავინ არის შენს გარდა და მაგითო გთავაზობთ 1 საათი უფასოდ გავისაუბროთ ბოლო ვიჭარავთ და გავიცნობთ ერთმანეთს მე მართლა ძალიან გულით მიხარია ყოველთვის ახალ ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა ონლაინ გავაკეთებ ამ ყველაფერს ნამდვილი კორპორატიული კულტურა იცით სად არის აი პატარა დეპარტამენტში არის ის 1-2 ადამიანი რომ იქ თავის გარშემო შემოიკრებს ხალხს და ერთად ყავასვავენ რაღაცას განიხილავენ საქმეს უკეთესადაც გააკეთებენ ვიღაცას კიდეც გაჭორავენ და ასე შემდეგ და ის არის კორპორატიული კულტურა მთელი 8 წელი ხელმძღვანელობის მიმართულებას რომელიც თავი თემა იყო ინვესტიციების მოტანა საქართველოში და ძალიან მიხარია და მეამაყება $9 მილიარდზე მეტი აქტივები შემოიტანეთ მაშინ და ეს ყველაფერი ეკონომიკაში წასული თანხა არის ეს ყველაფერი იყო ნდობა პირველ რიგში ჩემთვის ფული იყო ნდობა ანუ ჩვენ ნდობა გავყიდეთ არა რა მოდი ვილაპარაკოთ გულახდილად და იმენით როგორც საუბრობთ უბრალოდ ერთმანეთში სამზარეულოში მეზობელთან მეგობართან თუ ასე შემოუწყო ერთად გასვლითი რაღაც რიტრიტები რაღაცა team building-ები და ისინი აკეთო და ასე შემდეგ ეგ არ მუშაობს თუ არ არიან იქ გარკვეული ადამიანები, რომელიც მაგნიტივით იზიდავენ ხოლმე მე რაღაც თითქოს აი ლიდერობა რო არ ლიდერობაზე რო საუბრობთ, აი ეს ნამდვილი ლიდერები. აღმოჩნდი დირექტორთა საბჭოს შეხვედრებზე, აღმოჩნდი სამეთაყორო საბჭოს შეხვედრებზე, აღმოჩნდი კომიტეტებზე, აღმოჩნდი ძალიან მნიშვნელოვანი კლიენტების შეხვედრებზე, რაღაცადღაც უარყოფას მოყვება გარკვეული იმედგაცრუება მეორე მხრიდან და ასე შემდეგ, მაგრამ სამაგიეროდ ლაგდება ურთიერთობები, სისტემები, ორგანიზაციები, სამსახურები, კოლექტივები და მეგობრობა უბრალოდ და ურთიერთობაც ისეთი, რომელიც არის ნამდვილი.